ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ამასთან 1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდებათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. საკითხის მომხსენებლის ზაზა ლომინაძის განმარტებით ბენეფიციარებისთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. დღეს მოქმედ სახელმწიფო და კერძო პროგრამებში სულ 15,000-მდე ბენეფიციარია ჩართული. ეს ნარკოპოლიტიკაც ქართული ოცნების ახლა რა მიმართულებითაც რომ ვითომ ბრძოლავთ ამასთან დაკავშირებით გამოცხადებული ჩვენთვის არაგულწრფელი იქნება მანამ სანამ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იქნება მკაფიო. პირველი ვინ არიან მაღალ ეშელონებში ამ ნარკობიზნესის ფარველები, ეს ერთი და მეორე, როდესაც საბოლოოდ მორჩება ქართული ოცნება იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები თავისი ბინძური საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს და ამ ადამიანებს ევაჭროს იქ 1 დოზას მისცემს, 2 დოზას მისცემს, 3 დოზას და მე არჩევნებზე არ ბენინოს ეს ადამიანები, მანამდე მათი ეს ქმედებები იქნება უბრალოდ არაგულწრფელი. როგორც მოსამართლეებს ამ შემთხვევაში ნარკომანებსაც თავზე უტყაპუნებენ. მაგრამ ძალიან რთულია თქვა, რომ ამ ხალხმა არ დაიმსახურა ესო, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხომ უტყვად ქართული ოცნების ნებასრულს დაყვებოდა, არჩევნებზე მათ ხაზავდა, ყველაფერს უჯერებდა და როცა ასეთი დამჯერი ხარ, თავზეც წამოგარტყამენ. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან გასაგები იყო ამ არჩევნების შედეგების შემდეგ, ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, რომ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა განახლდებოდა და იმ ნარკომომხმარებლებს თავზე წამოუტყაპუნებდნენ. საქართველოში მოქმედებდა 40-ზე მეტი ნარკომანიის ჩანაცვლებითი პუნქტები, სადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანები ღებულობდნენ ამა თუ იმ მედიკამენტს. იცვლება ის, რომ ეს ყველაფერი გადადის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც ზედამხედველობა სრულად სახელმწიფო განახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი არის მოსახლეობისთვის ის, ვინც არის ამ პროგრამის მოსარგებლე, ვინც უწევდათ თანხის გადახდა ხდება აბსოლუტურად უფასო მათთვის. სახელმწიფო სრულად იღებს თავის თავზე ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტს და შემდეგ რეალიზაცია მოხდება საფთიაქო ქსელში, ისევ როგორც ხდებოდა აქამდე. ამით გამოირიცხება რაღაც კერძო ინტერესები, გამოირიცხება ფინანსური დაინტერესება და ასევე ბიზნეს დაინტერესება.